მოგესალმებით პატივცემლო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სპეციალურ ეთერში დღეს, რომელიც სტუმრად ყოველთვის არის ბატონი პატა აბულაძე და ჩვენ დავსვამთ იმ კითხვებს, რომელიც არც ტელევიზიაში თითქმის არ ჟღერდება ბატონო პატა და ჩვენ დავიწყეთ თუნდაც რუსულ ფობიებზე ხო იმაზე რაზეც საუბრობდით წინა დღეებში მე ვთქვათ ერთი წელია მაგაზე ვმაურო შედეგი გამოიღო და ჩვენმა გადაცემებმა რა თქმა უნდა ამაზე შედეგი სერიოზულად გამოიღო და არც ერთი ტელევიზია მე არ მინახი არც მომისმინე მიუხედავად იმისა გადმოვთავ და მაინტერესებს სხვა ტელევიზიების აზრი ფორმატი მაგრამ ეს მე არ მომისმინე და არც მეყურებია და თქვენ რა სიტყვით ანუ ჩვენმა ბრძოლამ რა გაამართლა და რა იყო ამ ბრძოლის შედეგი რომელიც ჩვენ დღეს დაგვიდგა წირო ჩვენ თურმე მართლები ვყოფილვართ კიდევ ერთხელ დავუბრუნდით ეთერში გვინდოდა სექტემბერში მაგრამ ვინ გაცალა ვინ გაცალა კაცო ვინ გაცალა ესე იგი კალეიდოსკოპური სისტრაფით იცვლება ყველაფერი ჩვენს გარშემო რაც შეეხება ამ რუსოფობიას მინდა გითხრა კახარო როგორი რაღაცა იცი არც ერთი ტელევიზია კი არა ყველა ტელევიზია იყო დოზირებულად რუსოფობიული თუმცა დღესაც იგივეა მაგრამ მაინც არის გამონახტომები არის მაგრამ მე მგონი ესა დროებითია მაგრამ აქ რუსოფობიული რაღაცები ხო რას ვიზამთ რა შედეგი მივიღეთ პირველი თურმე რაც ვყვიროდით ჩვენ ერთი წელია და უფრო განსაკუთრებით ბოლო ინციდენტზე და ის რომ თურმე დიდი დარტყმა მიიღო სახელმწიფომ როგორც ეკონომიკური ისე რეპუტაციული გარეთ და ასე ვთქვათ არ ყოფილა თლად ბიტავოი პრობლემა ხო თლად ბიტავოი არ ყოფილა თურმე ხო ეს ერთი მაგრამ კარგი რა არის იცით კარგი ის არის რომ სახელმწიფომ დაიწყო ამასთან ბრძოლა რატომ დაიწყო მაინც ახლა და რატო შაშან არც აუცემიათ რუსეთის რუსული ეროვნული ტურისტები ბელარუსები აუცემიათ როგორ აუცემიათ და რატო მაინც ახლა დაიწყო და რატო ათხდა ესეთი ხმაური მე გაგახსენებთ კაცო პარკში 4 რო დაესია ერთ იმას რუს ტურისტს უпроსტად ბელარუსიდან იყო მაგრამ რუსულ ენას ვამბობ ხო რავი სემეს ვიდეოსაც იღებდნენ თვითონ კაცო მაგრამ ხმაური არატეხილა რატომღაც რატო გიხსნით სახელმწიფოს რეაქცია იყო არასწორი სახელმწიფო იყო როგორი რეაქცია იყო იცი ანუ თუ რუსის ცემე ან ბელარუსი ან ჩინელი არაუშავს ან ირანელი ლაბნა ეგ მოსული იმიტომ რომ მტრული ქვეყანები ეგენი ჩინელებზე ნაკლებად ეხლა მაშინ გეუნები ეხლა და ბელარუსი ეხლა მოკავშირეები არიან ლუკაშენკო და რაზეა ლაპარაკი ამიტომ მად მოსულა აბა გაიხსენეთ პირველი კი არ უბრუნდები ხა ისე ვისაკეთ მაგრამ თვითონ ძირფესონად მინდა ახსნა რატომ მოხდა მაინც დღეს ამის ესე სახელმწიფოს ხელის საგანი ხო უყურე რატო აბა დაუკვირდი ხელისუფლებამ რა შემოგთავაზა კახეთში ინციდენტის დროს პირველი ვერსია რა იყო ქართველებო დაწყნარდით ზევიდან გადმოაშარდა და ესე იგი ღირსები იყვნენ აი პირველი ვერსია ეს იყო კაცო ამას რატო იცი იმათმა ის კი არ იფიქრეს იქ როგორ შეხედავდნენ კაცო იქ იმ ბირთულ ქვეყანაში როგორ რომელიც არის ეხლა ვთქვათ აი თუ ადრე ტაიგიდან ტორებს ისროდა ხო ეხლა ტაიგიდან გამოსულია და ვერაფერი ვეღარ აჩერებს მაგას კაცო ხო და მე გეტყვი რომ იქიდან ძალიან მძიმე ზარები იყო საქართველოს ხელისუფლებაზე იმ ღამესვე კაცო და შედეგი და ზიანი გვაქვს გაგვისტოს თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩავარდა პრაქტიკულად ჩავარდნილია
ეხლა ნელ-ნელა, მაგრამ უკვე რავი, ნუ ყოველ შემთხვევაში ნუ ის მოლოდინები რა თქონდა არ არის. ამიტომ ხელისუფლებამ ნახა უკვე რომ ეს პროექტი ესე ვთქვათ, რაშაფობია კოდური სახელწოდებით. ხო, ჩვენ ველოდებოდით ამას ტურისტულ ზონაში. არა, კახეთი ტურისტული ზონაა, მაგრამ ნუ ძირითადი აჭარა. მაინც გვეგონა აჭარა, იქ ველოდებოდით რა. მაგრამ ეს რო მოხდა აქა, ანუ ავტომატურად გადაერთვნენ იქით. ეხლა უყურე, ხელისუფლებაში იყვნენ ეხლაც არიან ჩანერგილები, რუსოფობები, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან, ისრაელის სპეცსამსახურებთან და ამას ესე იგი გააკეთეს იმდენი რომ ეს კაცი როგორ შეიძლება ერქვას ქალს რო ხელს არ ტყავ იმას საერთოდ კაცი როგორ შეიძლება ერქვა ხო გახადეს გმირი გამოიყვანეს ციხიდან 5 წუთში იყო უკვე პლაკატები დაწერილი რუსოფობიული ამას მოყვა რეგიონებში კიდე ანუ თემა დაძრეს ეს არის ერთადერთი გზა არის ყოველგვარი მეიდანების და სახელმწიფო გადატრიალების გარეშე დაგატაკონ რუსებს ეს არის ძალიან მარტივი გზა იმიტომ რომ მათ აქვს კანონი მიღებული რომ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს დავითავ პლანეტის ნებისმიერ წერტილში და იყო რუსეთისთვის რეპუტაციული დარტყმა ანუ შენ ბიჭო ანუ შენ მოქალაქეს ვერიცავ პატარა რაღაცა პაწუა საქართველოში და შენ ეხლა ხდები ანუ იმხელა რეპუტაციული დარტყმის მიყენება უნდათ ნუ რუსებმაც რა თქმა უნდა ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე ყოველგვარი ხმაურის გარეშე თავის ტურისტები შეზღუდვეს ტურ ოპერატორების ოფისში პლაკატები გააკრეს თვითონ იმ ოფისის თანამშრომელმა კი არა გარეთ გაუკრეს ახალ ვინც საჭიროა იმ ხალხმა ეს ხელის დარტყმა ესეთ კარიკატურა იყო გაკეთებული იქით რუსული დროშა აქეთ ქართული დროშა ეს წვერებიანი კაცი ეს შოხალხალუხში გაკეთებული და არა ის სოციალურ ქსელში რო გაავრცელეს ესეთი სტიკერები არ იყო და მაგის მერე მიუვიდათ ყველას მიუვიდა მესიჯი ტუროპერატორებს რომ თუ სულველი გამოჩნდება საქართველოში დამსვენებლის 100%-იანი იმას გეუბნებით ხალხო 100%-იას გეუბნებით გადამოწმებაც რო აჭირდება რა რომ ყველას უთხრა ერთ-ერთი რამე რომ ესეთი სიტუაცია არის და ინგლისური იცის თუ არა წარმოგიდგენია? ანუ რუსეთში სულველი დამსვენებელს ეკითხებია ინგლისური იცი? რუსოფობიურ ქვეყანაში ჩადიხარ. და გაუქმდა 122,000 ბრომი. დათვლებით არის ზუსტი არის ესე მილიარდ 200 რაღაცა მილიონი ზარალი ერთ თვეში, ესე ვთქვათ და ტურისტების გაუქმებული ბრომები. პლუს ამას რეპუტაციული დარტყმა. თვითონ ამ ვიდეოს ნახვა ავიდა 36 მილიონზე ამ ვიდეოს და სახელმწიფომ ნახა რომ უკვე მძიმეთაა სიტუაცია დაიწყო ესე ვთქვათ ამასთან ბრძოლა პრემიერ-მინისტრმა გამოვიდა თავის თავზე იყო პასუხისმგებლობა რომ ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით ასევე მე მირეკავდი იყო ზარები ჩემთანაც მეც კარგად თანამშრომლობ მაგ ხალხთან ამ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ ვინც საჭიროა იმ ხალხთან რომ ნებისმიერი გამოვლინებები ჩაგვიგდეო ჩვენ რეაქცია გვექნებაო ასევე სასტუმროების მეპატრონებმა დამერეკეს კაფე რესტორნების მეპატრონებმა დამერეკეს როგორც კახეთიდან ისე აჭარიდან და იქიდან აბასთუმიდან რომ ჩვენთან ყაზბეგიდან კიდე რომ ყველაფერი წაშალეს გაწმინდეს და ძალიან კაია რომ ესე კეთდება მიუსალმები ამას რომ სახელმწიფო დაიწყო როგორც იქნა 2 წლის ჩვენი ბრძოლის შედეგად ჩვენი არავინ არ მიითვისოს არც მოსკოვიდან და არც აქ არავინ არ მიითვისოს ესა ეს ტელევიზია იყო
რო ხმაურობდა და თენგიზა რო იყო იქიდან მე ვლაპარაკობდი მაგას და ბევრი მე პირდაპირ გეტყვი რომ ხელისუფლებიდანაც მირეკავდი ამას რომ უფრო ტურისტებიო შენაო რომ არ ჩამოხვიდეთ რომ უნებიო ესაო იმას ნიშნავს რომ შენ ბიუჯეტს უტყავ ბიუჯეტს კი არ უტყავ კაცო მე არ მინდა იქიდან შემოსული ფული ქართველების რო დახოცავენ მე რაღაცა კონფლიქტი რომ მოხდეს გასვენებებში დაიხარჯოს კაცო და მე ტერიტორიები შეეწიროს კიდე მაგ ფულს შემოსულ ფულს თუ არა გვაქვს თავი უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მაშინ კეთილი ვინებოთ ჯერ ეს საკითხი დავაყენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მე კი ბატონო მივუთხარი ამიტომ ეს ჩემი ვიდეო იქ რუსეთშიც დაატრიალეს პირდაპირ გეტყვით გადაითარგმნა და ყოველ შემთხვევაში ეხლა მქონდა ამას წინათ სანამ ეხლა შვილიშვილებთან ჩავიდოდი მქონდა ესეთი საუბრები რია ნოვოსტის ჟურნალისტთან მოუწოდე რომ დაჟე ვთხოვე რომ ხო ხედავთ მე ვუთხარი რომ ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფომ დაიწყო და ჟისტოკანი პრისიკავით მე ვუთხარი მკაცრად პრისიკავით მკაცრად აღყვეთავი ყველანაირ ფობიურ გამოვლენებას ეს არ ნიშნავს მარტო რუსი იყოს და ის შეიძლება ირანელზე მოხდეს გააჩნია იქიდან რა კამანდა მოდის რა ეხლა მალე ირანელებზე წამოვა ეხლა ვაფრთხილებ ბატონო პატა თქვენ საუბრობთ რომ აქ მოდი ცეცხლის გაჩენაზე საქართველოს რუსეთის თემას რა თქმა უნდა მაგრამ მოდი ამას კითხვას დავამატებდი ერთ კითხვას რომელმაც ბარამიძემ მივალ მაქამდე ბარამიძემ რა თქვა ჯერ ეს რატო დაიწყო სახელმწიფო მომენტს კაია რომ დაიწყო ისაც კაია რა თქმა უნდა მივესალმები რადია რატო ყველანაირ მე ამის მერე როგორც კი მაგანეგ დაიწყო არ დამიტოვია, ახლა დედის აფლავს ვფიცავარ და სამი შვილიშვილს ვფიცავარ. არ დამიტოვია პლატფორმა და ყველა ჩემ ჟურნალისტებს რია ნოვოსტიში იქნება იმაში კიდე აი სპუტნიკზე დაჟე ბლოგერები, სამხედრო ბლოგერებთან ბიჭებო მე ვუთხარი თუ მომეხმარებით იმაში რომ ეს სტატუსი რაც ახლა ამ ზიანი მიაყენა და გამოვასწოროთ ხო მე ვუთხარი ძალიან დამავალებთ მეთქი აი ძალიან ვთხოვი რომ აი ეს საქართველოში ეს არ არის ნუ ეს 34 წელი როგორ ხდება რა სწორედ ილაპარაკა ერთმა იქ ჩვენმა და ყველანაირად ვეთანხმები მაგ საკითხში რომ ეხლა საჭიროა ყველამ რა რესურსიც აგვაქვს აი თუ ქვეყანა გიყვარს და თუ არა გაქვს რაღაცა პოლიტიკური აი სიდამპლე თუ არა გაქვს ინტერესი თუ შენ რამე რესურსი გაგაჩნია ნებისმიერ ქართველს აკა მოსკოვში ამერიკაში სადაც უნდა იყოს ხო მიეხმარე შენ სახელმწიფოს ეს ლაკა როგორმე წაიშალოს რომ ამ ქვეყანამ დაიბრუნოს თავისი სტუმართ მასპინძლობის და ასე ყველაზე დაცული ქვეყანა ტურისტების აი მაშინ უნდა ეხლა ამ ხელისუფლებას უნდა აი მაშინ დახმარება ხვდებით რაც რა თქმა უნდა გუშინდელი ბარემ აქ შევეხები მარია ზახაროვას განცხადებაში თუ დაუკვირდებით გაბრაზებულები არიან მაინც იმიტომ რომ მოუწოდებ ხელისუფლებას რომ დაისაჯონ ეს სიცხლის სამართლის დამნაშავეები ხო და აქ გამოვიდა შარმანაშვილი დეპუტატი ეგაო ვინ არისო აი ახლა რომ სადაა რომელიც ეს კამერაა ხო სწორია აი თენგიზ მას ტყუნის დედას რომ იცი შენ მაგი ვინც არის არტისტები ვინ არის ეგაო ვინ არისო ვაი შენ პატროსო ბედო ეგ ვინ არის და შენ ვიღაცა ხარ აზე ხარ თენგი შარმანაშვილი არის ის შეიძლება თავის სამეზობლოში ვიღაცა და მარია ზახაროვაზე ამბობს ეგაო ვინ არისო ეგ რა ვინ არისო კლერკი არისო მას ტყუნის რომ ყველაფერი ბრწყინვალეთ იცი ჩვენაო კაცო მაგას ყურადღებას არ ვაქცევ აბ ვიცი ეგენი ყურადღებას მაგას არ აქცევ რას აქცევ თუ ყურადღებას სააკაშვილმა კუჩი გავიდა თუ არა სააკაშვილი დედა ბაბა დღეს რა საჭმელი შეუტანა მარია ზახაროვა და ის უნდა კაცო ახლა მაგას ეგ ვინ არის საერთოდ თუ გაიგეშე გაქანებული 90-იან წლებიდან ვიცი ეგ ტიპი როგორი რუსოფობია იცი ტიპი აი ფაშისტი გაგახსენებთ მაგი იყო კომისიაში წულუკიანის კი იყო და იქ გახარიას რასე უნებოდა ვიცი რუსებმა რა გასწავლეს იქ რუსებმა
რუსო, ანუ დამაკნინებლად ელაპარაკება ეს ჩათლახი ბიჭო, ეს ბაყაყი რას გავს ჯერ ბიჭო შეხედე რა. ხო და ეს ისაო რა ქვია ანუ დამაკნინებელ ქვეყანას მოიხსნებ და როგორც დამაკნინებელს, კაცო, ისე ტონაციაში. ის გახარე ხო ამადედიშვილი ის არის რუსოფობი. შემართლა რუსო. იგი ანუ და მე ვუყურით როგორ დააწყა ქალსო ხელიო ბიჭო შენ აგერ მიდიხარ მაგალითი აგერ მიდიხარ ხელისუფლებაში პირ წავარდნილი ფაშისტი ბიჭო პირ წავარდნილი ანტი ქრისტე მიდიხარ ბიჭო მანდა რომელსაც ყოველ წუთს ეკაჭები ქვეყანას ომში შენი ამ სინდებილეთ ამდიხანია პოლიტიკაშია და პოლიტიკის საერთოდ არ გაიგება ტიპს აღარაფერს ვაფუძო ზვიადის ესრობა ამას აღარ გეუნებით, კაცო, რომ ბავშვები მაგ დამპალმა პარტიამ დაიწყო ქვეყნის უბედურება, კაცო. რომელი პარტია იყო? აი, ჭანტურიას პარტია რო იყო. ხო, ჭანტურიას პარტიაში. აი, მაგ დამპლებმა დაიწყეს, ბიჭო, პრეზიდენტი თანას პრესკონფერენციებს თუჩი სადაც ყოფდნენ. აი, შარმანაშვილი, ჭანტური, აბა თუჩი სადაც ყოფდნენ. მოსკოვში. დედის აპლოფიცვალ არის მაგის ვიდეოები. მოსკოვში აწყობდნენ პრესკონფერენციებს იმაზე რა ქვია. ზვიად გამსახურდის წინააღმდეგ. რამეს წყურის ვამბობ? აი ხო ეგრე 2 სექტემბერს 2 სექტემბრამდე პირდაპირ იმენის შენობაში მოვიდა ჩემთან. ეხლა მათ ვახსოვა. ისე ლერაბულაძიშვილი ვარ რა. და ორში ყველაფერი დამთავრდება. ბიჭო, ფიქრობ ორში რა უნდა დამთავრდეს? 2 სექტემბერზე იყო ლაპარაკი. თურმე კაცო აგერ ის მოაწყეს იქა. აი ეს დარბეები და რაღაცეები. და ეს გარეწარი, ზახაროვა ვინ არისო? ეგაო ვინ არის? ეგაო ჩვენ არ გვაინტერესებსო. ის ვინ არის და ეს ვიღაცაა, გაიგეში. ეგა ზახაროვა ვინ არის კაცო? და რატო დაჭირდა ამის? ეს ნუ დამპალებია, სულით დამპალი ხალხია და მიტო. ამ ქვეყნის ბოროტებაა და მიტო გილე გეუნები. ესე იგი პრემიერი და ხელისუფლება ბიძნაურიშვილის ხელმძღვანელი. ესე იგი ცდილობენ რომ ეს ყველაფერი ააცილოს ამ ქვეყანას, რომელიც არის უკვე გამწვავებული. აი, გამწვავებულია. ხედავს რომ სახელმწიფო მიდის იმაზე რომ საქართველოში იყოს დაცული ნებისმიერი ტურისტის და ეს გათახსირებული კაცი პირდაპირ ქართველთ მოძულე და ქართველების სისხლში ხელი ნათხრევი გაიგეს? იმიტომ რომ მეგეუნებით თბილისის ომის დროს, სად იყავით თენგიზ თბილისის ომის დროს? თბილისის სართულში ხო არ იყავით შემთხვევით? გითხრათ სართული რომელი მე-6 სართულზე ხო არ იყავი? იქნა რაღაცა, რა ვიცი? კარგად ჩანსო, რა ვიცი, სამალოტმა რაღაცა ის ჩამოაგდო ბოჭკაო. ეხლა ბოჭკას ჩამოაგდებსო. ეხლა გეტყვი რა, ეს და უყურე რატომ ამოფიცი კახა? თვითონ ხელისუფლებაში ზიან წრები. სამწუხარო რო ეგეთ გამყე. არიან, უყურე ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ, რომ აი ახამას ეს თარგმნინა კაცო ყველა სულად. აი ეს კიტრი მიდის და პირდაპირ ეხლა რო გითხრა რომ მარია ზახაროვსთან კონტაქტი არა მაქვს, მაგარი მოვიტყუები. როგორ არა მაქვს? და ჩემ ხალხსაც აქვს იქ რუსეთში ზახაროვსთან ძალიან კარგი ურთიერთობა რა. ყველაფერს გავაკეთებული შეიძლება ჩავარდეს. აი ესე გიპასუხეს ვეთქვი მაშა რა. აი ესე გიპასუხეს საქართველოში. მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია, ეს არის ესე იგი პროამერიკელების, პრობრიტანელების პოზიცია საქართველოს, რომელიც არის ჩადერგილი ხელისუფლებაში. ამასაც მივუწე, რომ იქ არ აღიქვან, რომ ეს არის ხელისუფლების პოზიცია. სწორედ რო აღიქვან. რომელიცაც დღეს ხვალ ეგენი მაინც დამთავრდებიან, აზრი არ აქვს. ეგ ხალხი პოლიტიკიდან მალე წავლენ. მამაძაღლის შვილები ეგენი. აი ეს ეხდება ჩემო კახა. ხო მაინც ის ეხდება როგორც ვამბობდი. ხო ამბობდი, ხო უნდათ ესეთი მიკერება, რომ არაფერი კაცო, ბრიტანული პრობლემაა, კაცო, არაფერი ბრიტანული პრობლემაა. ხედავ თურმე არ ყოფილა ბრიტანული. ანუ ბარამიძის თემა გამოგჩა ბატონო. არ გამოგჩა არაფერი, მაგ ბარამიძის თემა ნავთობის შეტანაზე რო გადავალთ, იქ ვილაპარაკო. კი ბატონო და გადავალთ ეხლა. ამიტომ ვამბობ რა, უყურე, ამიტომ ვამბობ. ყველამ ან თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრი
და აი დაუშვათ ამ ხაზს მიყვებით სტრატეგიულ ხაზს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ძალოვნება გამოაცხადეს, ანამ თქვენ ამ გუნდში ხართ, ან დააწიკით ახლა ოცნებიდან და გადადით აგერ არის რუსთაველზე ადგილი ირბინეთ იმათთან ერთად, კაცო. იქაც არიან რუსოფონები. მიშასთან რუსთავ. არა პრობლემა, კაცო, მაინც ერთი ჯიშის არიან ეგენი, კაცო. წარმოგიდგენია როგორ დააწყა პრემიერს? დანარჩენი ახლა ზარქوام რაცა თქვა ამის მერე მოდი ესაც აღვნიშნოთ გასაგებია ტონაცია შეიძლება და უფრო დიპლომატიურად ეპასუხა უფრო დიპლომატიურად და შეურაცხყოფა შარმანაშვილის შარმანაშვილი შეურაცხყოფა არ მიაყენა იმან პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თვითონ როდესაც უკვე შეურაცხყოფაა შარმანაშვილი რო დაიბადა ამ ქვეყანად უკვე შეურაცხყოფა აი რო გამოიგეს იქიდან უკვე შეურაცხყოფილი იყო ტიპი თავის დღედამოსყიდვაში შეურაცხყოფილი დადნენ ბიჭო იმდენი ქართველშია სიცხლი ხელი მოთხრილი თელი სამეგრელოა გაწევკებული ხონიდან დავიწყოთ როგორი დეტალები მწოდნი არა თენგიზ ხოში რა გინდოდათ ბიჭო იქ რებს აკეთებდით ზვიადის რო ებრძოდე რა თქვენი პარტია იყო ვაფშეტა ეროვნული დემოკრატები და უყურე იმ გამოვიდა გასაგებია რომ გამოცდილება შეიძლება არა აქვს, მაგრამ ის შეუწყობა მაინც არ მიაყენა, კაცო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სამსახურის უფროს. და ნუ გავიგეთ. მაგრამ თქვა ის რაც იყო, ჩვენ ყველას დავიცავთ. სო მივესალმები მაგ თემას. ვალდებულიც ვართ რომ დავიცავთ ყველა მოქალაქე რომელიც საქართველოს რა თქმა უნდა და ყველაფერს გავაკეთებ. იმიტომ სახელმწიფო ვართ ჩვენ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ. აი მე რესურსებს გამაჩნია. ხო უფრო ძალოვნებში ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ ქვეყანას აი ეს რეპუტაციული დარტყმა რომ მიაყენეს რომ გამოვასწორებინოთ რა ჩემი პატარა რესურსი რაც გამაჩნია ხო რა თქმა უნდა ჩვენც ამიტომ მე სულელად უჭერ მხარს ამ საკითხში ხელისუფლებას ჩვენ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას რომ როგორც იქნა დიდება შენდა ღმერთო დაიწყეს ნებისმიერ ფობიასთან იმიტომ რომ ეხლა დაიწყება ირანოფობია, მალე დაიწყება ეგაც. გადავედით და დავიწყოთ იქედან რომ ეგრეთ წოდებული ნავთო, ანუ ოკუპირებულ აფხაზეთში შედის ჩვენგან ნავთობი და აქ უფრო სხვა ხმები დადის, მაგალითად იმ ოპოზიციური ტელევიზიებიდან რაღაცა თითქოს და რუსეთს აწვდის ქართველი ბიზნესმენი ნავთობს და იმით აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ნუ ეგეთი ხმები გადის და საუბრობენ ამას სატელევიზიო ფორმატით და თქვენ რა სიტყვით როგორც მე დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ თქვენ ყველაფერი იცით იქ რა ხდება სინამდვილეში. ახლა უყურე. რამდენი შეიტანეს? პრემიერს თუ გჯერა არის 400 ლიტრი. ჩემ შვილს ნოვოროსიისკში საკუთარ სახლში ეხლა ამ წუთას მე რო წამოვედი ქონდა 240 ლიტრი რეზერვი სამთვისთვის ჭირდება ხოლმე ესე იგი რაც ჩემ ბიჭს შვილს უფროს ბიჭს რეზერვში აქვს ნუ ორჯერ მეტი შეიტანეს მეტი კი არ შეუტანიათ ეხლა უყურე ეხლა წარმოიდგინე ანუ თქვენ ამბობთ 400 ლიტრი ბენზინის შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა პრემიერმა ეგრე თქვა? არა, პრემიერმა თქვა, მაგრამ აი კადრებიც იყო, რომ შედიოდა მანქანებით დატვირთული. ხო, რა 400 ლიტრი. 400 ტონა, კაცო. 400 ტონა. მე კიდე რა ვთქვი, ვაიმე. так, ცხელა. უდეს რა დებილობა ვთქვი, კაცო. ხო, 400 ტონა. ეხლა წარმოვიდგინე რუსეთის სამხედრო მანქანა და 400 ტონა ნავთობი საქართველოს მიაწოდეს? ბიჭო, რა ვიცი, აი ამას ხო უკვე ანუ როგორ მიაწოდა? რა საჩაასხეს? ტანკებში ჩაასხეს? არა. აი სად ჩაასხეს? აი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის გამო შეტანილი ნავთობი. არა, ეს თემა რო აწიეს, ეს აწეული თემა. ხო, ლიბერას თემა რო აწიეს, რომ ესაო რუსეთის სამხედრო ბაზებს ამარაგებს. ხო, ეხლა ხო გაინტერესებს ახლა რაში ტანკებში ჩასაწყმელი დიზელი არა? იქ დიზელი არ ჩადის. ტანკები ბენზინით არ მუშაობს. დიზელით მუშაობს. ერთი. აბა რაში უნდა გამოიყენონ ნავთისა? მანქანებში არა აქვს ბენზინი, რა სიგიჟია? პირდაპირ გეტყვით.
აი ეს სიგიჟე, მოდი, აი ამ სიგიჟებს ჩვენ მაინც ნუავყვებით. შეიტანეს მივესალმები, ეს იყო ჩვენი უსაფრთხოებისთვის ისეთი გიგანტური ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, ვაშკაცური. თამამი რომ პატარა არის, ახლა თუ რამე მაწყეინეს მაგ ხალხმა მე სულ დამავიწყდა. აი საერთოდ არ მახსოვს. ხო რამდენი რამე მატყინეს გული, ხო? საერთოდ აღარ მახსოვს. აი ესე ვეუბნები. აი ამ ნაბიჯმა ამ რუსთოფობიის მერე და ბრძოლის მერე ესეთი ნაბიჯი რო გადაიდგა, ეს იყო იმდენად დიდი ნაბიჯი გაკეთებული. სხვათაშორის მე ვიყავ მაშინ ნოვოროსიისკში. ნოვოროსიისკში არის საკონსულო სავითარი რა ესე ვთქვა აფხაზებს. ხო და იქ შვილი მოვნათლეთ და იქ დავაპატიჟებინე შვილს, რომ ვითომ ჩემი ახლობელია და იქ მინდოდა სუფრაზე მელაპარაკა იქ მანდარინი ჩააქთ რა აფხაზებს იქ ნოვოროსიისკში და იქ პატარა საკონსულის კი წარმოიდგეთ ახლა რაღაც შენობა. პატარა ერთი ოთახია გაკეთებული და იქ მოკლედ ეს აფხაზური დროშაა ჩამოკიდებული. იქ ველაპარაკე რა. იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ მაგით აფხაზური მხარე. ეს იყო ჩვენსა და აფხაზებს შორის ნდობისთვის იმხელა გიგანტური ნაბიჯი გადაიდგა. ხალხს ეს როგორ ვერ ხედავდა, როგორ ამას ვერ აცნობიერებენ რა ხდება. მაგრამ აქ მინდა კიდე ერთი შენიშვნა მივცე ხელისუფლებას. ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის. არ მინდა სახელი და გვარი დავასახლო, იმიტომ რომ არ მინდა, იმიტომ ხო გეუბნები, მინდა რომ ყველანაირად ხარი დაუჭირო. ახლა მაგათ ამ მძიმე დროს. და რატომ მაგათვის მძიმე დრო ამასაც ავხსნი. გამოვიდა და ესეთი განცხადება გააკეთა. ჩვენაო ეგ ბენზინი რო შევიტანეთო ეგ 400 ტონაო. ეგაო კაცო ქართველებისთვის შევიტანეთო. აი 14 წელი პოლიტიკაში ხარ კაცი. ანუ ამით შეიძლება გააყრა. აი არა, ერთი წუთი. ანუ შენ ნახე რა გააკეთე პირველი შეცდომა რა დაუშვი. ისე აფხაზის სხვა არის და ქართველის სხვა არის. ანუ კახელის სხვა არის და იმერელის სხვა არის. რაჭველის სხვა არის, ქართლის სხვა არის, აჭარელის სხვა. ჯერ ეს გაყოფა გააკეთე. პოლიტიკაში ხარ 14 წელი, ხელისუფლებაში ხარ თანაც კაცო. დიდ თანამდებობაზე, როგორც პარტიაში, ისე ხელისუფლებაში. ეს ერთი შეცდომა. მეორე. იქ რო ქართველები ცხოვრობენ გალში. შენ და იმ აფხაზ რასეუნები შენთვის კი არ ზრუნავ, კაცო. აი შენს მაგინით ხო თავის თავს ოთახებს უწოდებ, აი შენს ტერიტორიაზე რო ეთნიკურად ქართველები არიან, მაგათ ვეხმარები. ანუ მე რო გამიჭინეს არ დამეხმარები? ესეთ დროს ესეთ განცხადებას აკეთებ. ის კი არა იმის მაგურად თქვა რომ აფხაზი ჩვენი მოქალაქეა, როგორ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და მივესალმები კიდევ ერთხელ. ის ქართველია, კაცო. კახელი ქართველია, ოცნებას მეუნები, ჩანერგილებს. აჭარელი ქართველია, იმერებიც ქართველია, კახელიც, რა ვიცი, მეგრებიც, აფხაზიც და ყველა. შენ ბიჭო 14 წელი ხელისუფლებაში ხარ და ვითომ აი დაყენებული სახით ვლაპარაკობ მარტო. და პროტოკოლებით რო გაქვს ნასწავლი, როგორ უნდა მართო ეს ქვეყანა. რასეუნები აფხაზებს ამით რომ თქვენთან შემთხვევით ქართველები რო არ ყოფილიყო, ჩვენ არ დაგეხმარებოდით? ანუ მტრები ვართ. იმის მაგივრად თქვა რომ ნეტა კიდე დაჭირდეთ. ნეტა ხორბალი დაჭირდეთ, რა ვიცი, ჭადის ქვილი დაჭირდეთ, ყველი დაჭირდეთ, რა ვიცი, გული, სული დაჭირდეთ ჩვენი კაცო. გადავეფარებით, ჩვენი სისხლი და ხორცია, კაცო. რითი იმართლებ, ამ ლიბერასტებმა შემოგიტიეს და რითი იმართლებ თავს, რომ არა, ქართველები რო არა იმად დავეხმარე, აი ქართველები.
ის что идиот. ხემაც ეგეთ განცხადებს როგორ აკეთებ? აი როგორ აკეთებ ბიჭო ეს თავში აზრად როგორ მოგდის, მაგრამ იმდენად ახარ არა ქართველი. იმდენად არ ცხოვრობს შენ ქართულ ცივილიზაციაში და შენ სისხლში არ მოძრაობს ის ქართული კაცო. რომ შენ დაუშვი ეს შენ აზროვნებაში ეს დაუშვი. რომ ის აფხაზი სხვა არის და ქართველი საერთოდ სხვა არის კაცო. კახელიც სხვა არის და ის ქართველი სხვა არის. ამდენ რო ფიქრობენ ამაზეა რომელი რომ და ნუსხით ჩემგან რომელი არა ეგ საუბარი აღიზიანებს მე ყველა აფხაზებსაც რუსებს რამხელა უხერხულობა უქმნი ქართველებს კი რა თქმა უნდა ის აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ დღესდღეობით და ისინი ეხმარებიან ქართველებს ახლა უყურე ახლა იქ აფხაზეთში მეხუთე კოლონა რო არის პროტურქების არ მინდა არა როგორ არ მინდა მაგასაც ვიტყვი 1 მილიონი ჯიხა მოჯახილები რომ უკვე მზად არიან აფხაზეთში შემოსასვლელად და დიდი პროექტი აქვს მიღებული აფხაზებს მაგისთვის რომ იქ შემოიყვანონ ეგენი თურქები ხო იქ აფხაზებს ეძახიან მაგათ ეხლა უყურე იმათმა ხო ეგრე ხეზი დაიხიეს რა ვინაო ქართველები დაეხმარნენ აფხაზებსო და ჩაურთეს ესა ეს არის აფხაზების დახმარებო ბიჭო ტაკრო ქართველები ხართ იმიტომ ეხმარებიანო თქვენ ვაფშე ვინები ხართ თქვენ მაგათთვის მტრები ხართ კაცო ეგ შეიძლება გააკეთოს ბარამიძემ. ეგ განცხადება. გააკეთა. არაფერი განსხვავება არ არის ბარამიძის განცხადებაში და აი ამ განცხადებაში როცა ხელისუფლება ესეთი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ესეთ განცხადებას აკეთებს. ყველაზე საშინელს. აქ ამას ჩვენი ძმები ოსები ცხინვალში ხო უსმენენ კაცო? ხვალ რო ცხინვალს დაჭირდეს და დაჭირდება გეუნებით, მალე ბევრი რამე დაჭირდება ჩვენგან რო არ იციან ამ ხალხმა. არაყენებენ საქმის კურსში და მიტოვ ის როგორ უნდა შემოხედოს აი როგორ უნდა გთხოვოს აი დახმარება როცა ის ხედავს რომ შენ მას კი არ ეხმარები აი იქ დარჩენილ ქართველებს ეხმარები ეს არის იმდენად სტრატეგიულად დაშვებული აი გაუფიქრებელი განცხადება ხო არ მე მაგალითად გული გამისხდა კიდე მაგას რომ მოусმინე თამაშ ეგ ადამიანი ძალიან მიყვარს პირდაპირ გეტყვი რომ რომელიც ხვალ დაგხვდება წინ შენი განცხადება. ბიჭო, ნუ შეიძლება დაფიქრდით რას აკეთებთ, კაცო. ეხლა ეს რო არ გადაწყდებოდა ამ ნავთობის შეტანა ვიღაცა ბიზნესმენის დონეზე, ამას ეხლა რა თქონდა ბევრი ლაპარაკი, კაცო. არც აფხაზეთის პრეზიდენტის დონეზე რო არ გადაწყდებოდა, ამასაც თქმა გინდათ? ან ვიღაცა გოსდუმის დეპუტატის დონეზე რა გადაწყდებოდა რუსეთში ეს ამასაც თქმა გინდათ ამის გამეორება გინდათ ესე იგი რაღაცა მოძრაობები არის ხო სუკა ამაზე როგორ არ ფიქრობთ ხალხო ბატონო პატა მოდი გადავიდეთ შემდეგ ეხლა ბარამიძეზე გითხრა ხო ბარამიძე არ გამოგჩეს ეგ მართლა რომ მაგაზე გავაკეთოთ განცხადება ახლა უყურე არაერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ ბარამიძეს მაგაზე ვილაპარაკეთ მაგრამ ახლა უყურე ბარამიძის განცხადება რასაც მოყვა თურქეთში სამი თურქეთის მეჯლისის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება, კარგად დაფიქრდით, რას გეუბნებით, რომ აფხაზური პასპორტების დეიზოლაცია ქვია დაარქვეს ამას. უყურე, ეს ერთდროულად კონტექსტია რო იცოდით. ამას გაგრძელებული ნიკუტა არატრადიციული წარმომადგენელი მიხვდა ხალხი დასაცავად. აფხაზეთი არის საქართველოს განგრენა და პაშინიანმა რაც გააკეთა ისა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი. კონტექსტში აიღეთ, აი ეს ყველაფერი კონტექსტში აიღეთ ხალხო. უყურე? ანუ ბარამიძის განცხადებას მოყარა ის რითიც საქართველოს თავს იწონებდა და მიღწევას აკეთებდა ჰააგის სასამართლოებში მაინდა-მაინც მაგალითის აღტაცებული არ ვიყავი სტრასბურგის სასამართლოებში ბარამიძე ერთი განცხადებით დედა უტირა ყველაფერს აი ესე რომ გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ესე ვთქვა ბჭყალებში რა აფხაზეთის ჯერ ხო ჩამოყარა ბარამიძის რეგალიები ვინ იყო მაგ დროს მინისტრის მოადგილე მინისტრი და ასე სახელმწიფო დივანი და რაღაცები და
ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი წარადგინა უკვე კაცო. თქვენ ემათო გენოციდს რო ქართველებსო ჩვენ ვითომ გავაკეთეთო. ბატონო. ესაც ჩვენ ხო არა ქართველებს ტყვეები საერთოდ არ აყავდა თუ კაცო საერთოდ ხოცავდნენო. ხვიტავდნენ. ანუ ხდები უყურე აი ეს უკვე იურიდიული დოკუმენტი აგიფრია. რა თქმა ამას ეხლა რა თქმა უნდა ამას რო ეხლა ხელიდან შენ რო იყო მაგათადდეს ამას ხელიდან არ გაუზირი დაიჭირეს და რა თქმა უნდა მაგრამ აქ ეხლა სხვა რამეა ეგ განცხადება აბულაძეს რო გაეკეთებინა კახა მე აქ არ ვიჯდებოდი დღეს ვიქნებოდი ციხეში და შეგვედი ტელეფონით დაგვისუფლება რომ მაკეთქე მე ხვიტლები ჩამირიცხე რა მჩია ციხიდან ეს ბარამიძე კიდე გარეთ აკავს. აი ეს უკვე აღარ მესმის ხელისუფლების. ამ ხელა სტრატეგიული დარტყმა მიაყენა ქვეყანას. ეს უბრალოდ განცხადება მას ეს არ წამოწდა. თქვენ რა გონიათ ის გირჩმა რო დაარცელა ეგ ვიდეო საქმის კურსი არის ხო? რა თქმა უნდა. აი ვინც მაგას ფიქრობს რომ გირჩი საქმის კურსი არის ხო და ეს არის ხო ერთი დიდი პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ მომზადებული ის არ ძალიან იდიოტია და არ მინდა შევიგინო მაგრამ აი ის არის რასაც კახელები გაბრაზდებულები ამბობენ ხოლმე რა რას ქვია ბიჭო ეხლა აი ბარამიძე სპეციალურად მიწვეული იყო კახა აგერ ვიღოთ ეხლა გახსოვს წინა გადაცემაში რაღაცა ისეთი თქვი რა მე კი და შენ წახვედი და ის ამოჭერე რატო პასუხისგებლიან ის იცი რომ ესეთი უწმაწური სიტყვა ვიღაცის მიმართ შეიძლება არასწორ მე შეიძლება გავბრაზდი და რაღაცა ვთქვი ხო შენ წარმოგიდგენია მე რომ აქ ეგეთი რამე მეთქვა და შენიც დაგეშვა ეთერში თუ როგორც ეხან აღნიშნეთ ციხეში იქნებოდი ხო მაგრამ შენ მოყვებოდი კი რა თქმა უნდა იმიტომ ბარამიძე ერთი რო ჩაწერა ეგ ჩანაწერი იყო პირდაპირ ეთერი ხო არ იყო და პირდაპირ ეთერიც რო ყოფილიყო შენ იქ როგორც ჟურნალისტ უნდა შეეწინააღმდეგებულიყო და მეთქვა ეხლა გაეთხრი აქედან შენ პროვოკატორი და ერთი იმას წამოგერწყა კაცო იქიდან მაგრამ შენც რო ამას უშვებ ეთერში ახლა ბარამიძეზე ნაკლები არ გააკეთა მეთქი მაგის ხმა მინდა კაცო და ბარამიძეზე და გირჩი რა ქვია იმადი იაგოზე ნაკლებს არ აკეთებს ხელისუფლება რომ ესენი კიდე დაწანწალობენ კაცო ეს საერთოდ სიგიჟე ხა ესენი რო გარეთ არიან ანუ სხვას არ კიდე უფლება მაგის თქმის რაც არ უნდა შენ კახა გამოხვიდე და მე გამოვიდე კახა მე თვითონ მყავდა ტყვეები აგერ დავიმოწრება შავნაბადა კაცო აგერ დავიმოწრება მახაჩა დავიმოწრება მახაჩამდე დავიმოწრება შაკა და ბიჭები რა იქ ხა ყველა რო არ გამოვჭი ყობა-ყობალაძეს კითხეთ კაცო უარეთ გეტყვით დაჟე ხო აღარ მინდა სოჭაში გადავედით ნაშებში ერთად კაცო აი მე ტყვეები ნუ მოკლედ რა ბიჭო რა სიგიჟე თქო მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ტყვილი თქვა ძალიან დიდი დღესაც ამაკ იმ ხალხთან ურთიერთობა ტყვეს რო ყავდა ჩვენ დეგისა ნოვარასის ჩაგიახურდა ჩემშვილებთან და ჩვეულებრივ რა ნათურებებზე და რაღაცებზე ორი შვილის ჯანმრთელობას ფიცავენ რომელიც ახლა ომში მყავს თუ ერთ სიტყვას მომატებდი აი ამან მე ის მიყვის არა მე რა მიყვის იცი მე მაგათ თხოვე პირდაპირ გეუბნები მე ჩემი შვილის მეშვეობით უთხარი და მე უთხარი და მეთქი იმას რომ ვიდეო ჩაწეროს რომ მე ვარ აფხაზი მე ვიყავი ამადან ბატალიონში ამ ბატალიონის შარნაბადის გაგრაში ეს მოხდა ვიყავი ტყვე ავტობუსიდან მოკლედ როგორც იყო იცის მაგა ხო და ერთ ვიდეო გააკეთეთ მეთქი ძალიან გთხოვ პაატა მეთქი და აი ჯერჯერობით თავს იკავებ არ შეიძლება არცალია მაგრამ აუცილებლად გავაკეთებდი და მაგ ვიდეოს ამიტომ კახა კიდე ერთხელ რომ ვის ჭირდებოდა ბარამიძის ესეთი გამოსვლა რა თქმა უნდა ბრიტანელებს კაცო ხო ბრიტანელებს ჭირდებოდა რა თქმა ბიჭო და მოდი აქედან დავიწყოთ რატო არა ბარამიძე დღეს ციხის კარებთან მიყვანი ეგ მე ვთქვი უკვე ხო აი რატო ბრიტანელებს არა ეგ სახელმწიფოს სისუსტეა ეს არის ხელისუფლების სისუსტე ეს იგი რა მაგალითს ვადებს რომ ესეთ რამე არ ისჯება ჩვენ ქვეყანაში პროკურატურაში ყავდათ დაბარებული გამოკითხვაზე ყავდათ არ ვიცი მე არ ვიყავი საქართველოში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ დაჭერილი არ არის ეს არის იმდენად სახელმწიფოს სისუსტე
რომ არ ვიცი რა, მოგოლა ძალიან ცუდად მოქმედ. იმიტომ რომ შენ თუ მაგას არ დააკავებ, სტრასბურგის სასამართლო ჩაფიქრს რომ ეს კაცი მართალია, კაცო. კი. ანუ შენ მაგათთან პრეტენზია არ აქვს. ანუ მაგან თუ არ დააშავა და შენ თვლი რომ მაგან ეს არ არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი, ის სტრასბურგის სასამართლოს ესე განკაცვა სიმართლე თქვა, კაცო. იმიტომ სახელმწიფოს პრეტენზია არ გააჩნია. თან არ დაგავზეს დააყოლა, თან იქეთ მხარეო რას ლაპარაკობ? ეს რუსები რას ლაპარაკობ, ბულკებს აჭმებდენო, ზესმასმებდენო, ესეთი ფრაზები გამოვიდა თითქმის რა. ჩვენი პლენები თურმე კარგად ყოლია. აჰა, კიდე ერთხელ გეუბნებით. მე არ მინდა დავიმსგავსო იმ ტელევიზიებში რო აგინებენ ბარამიდს. გავიგე რომ გარეწარია, კაცო. მე მინდა შედეგი, ახლა ამ ქვეყანამ ესე ვთქვათ გამოვიდეს ამ მძიმე სიტუაციიდან. როგორ? პირველი რაღაცა ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთის რაღაცა ნოტა გაუგზავნა ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ჩვენ რაღაცა თუ სტრასბურგს აღარ მახსოვს, რაღაცაში ჩვენ გაგვამართლა, ხო? და იმას გენოციდში და რაღაცაში ხო ესე გაგვამართლა და გაუგზავნა და ეს ვიდეოც დაურთო. ხელისუფლებას ბარამიძესთან პრეტენზია არ გააჩნია. ის რომ ვიღაცა გამოდის ბრიფინგზე და რაღაცას ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, კაცო, რომ სახელმწიფოს პრეტენზია გააჩნია. შეიძლება პოლიტიკოსს გააჩნდეს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს ჯერ მე ვერ ვნახე, რომ პრეტენზია გააჩნდეს აი ამ ანტისახელმწიფო და სამშობლოს ღალატის ტოლფასიც იმისთვის. მე არ ვხედავ, მე ტიპი დანიშნივრად ტელევიზიებში დავის პოლიტიკური ამბიციებიც გააჩნია. და მე როგორც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე მე უყურებ ესე. ანუ სახელმწიფო დაშვება. აბა არაფერს. მე მინდა ამ ხალხს ყველას შეუთვალო ხალხო. მოგგონიათ რომ დედამიწა თქვენს თქვენი ნებართვით მოტრიალებს თქვენს გარშემო, კაცო. წარმოგიდგენთ დედამიწა ტრიალებს ქართველების ნებართვის გარეშე, კაცო. ცოტა არზე მოდით, კაცო. ამას ესე არ ხდება. შენ რა თქმა უნდა აპროტესტო აქადა, რამდენი მახაჩა არ უნდა გამომივიდე და რამდენი ჯორჯია თაიმზე ვიღაცაებმა და ან პირველ არხზე და რაღაცაზე არ დაგმონ და არ დაგმონ, ეს ნაკლებად აინტერესებს გარეთ ვიღაცებს. აინტერესებს სახელმწიფოს რეაქცია რა არის. თუ არ ეთანხმები, მანახე. ბატონო. ბატონო პატა, ჩვენ დრო ისე გაგვექცევა. არაფერი გაგვიწევთ, დაველი. 1 საათი გვაქვს დრო და მოდი გიორგიევსკის ტრაქტატთან და ვისაუბროთ, მინდა მოსკოვიდან წამოვიდე 6 თვეები უკვე. არ ვიცი ახლა მოსკოვიდან ვინ წამოიღო, რა წამოიღო, მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვისმინე, რომ რა ვქვია, ეს უნდა იყოს. ახალი, რა თქმა უნდა, ახალი. ის დაივიწყეს კაცო უკვე. უყურე, ახლა უყურე. პირველი. აი მოკლედ რო აღვხსნათ აქ. მოკლედ როგორ გითხრა? პირველი გიორგიევსკის ტრაქტატი, რასაც ამისთვის ჩვენმა სახელმწიფომ იმდენი რამე უნდა გაიაროს, ტერიტორიული პრობლემები უნდა გაიაროს, მოგვარდეს. სამხედრო უსაფრთხოების თემა უნდა მოგვარდეს. სტატუსი უნდა მოგვარდეს. რა შემთხვევაში ის ითხოვა მას. არა, რა შემთხვევაში ის ტერიტორიები პრეტენზიები შეიძლება გააჩნდეს, ანუ შეიძლება გამოეყოს კიდევ და რა, ანუ აქ იმდენი რამეა, რომ მე არ ამგონია, რომ ჩემმა თაობამ ეგ მოესწროს. ჩვენ ამისკენ უკვე დავიწყეთ სიარული. ამასთვის ორი აზრი არ არსებობს. რომ ამისთვის ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ხო, მაგრამ ეგ რუსეთს ეწინააღმდეგება ჯერ ერთი რო დაიდოს. არა, ჯერ რუსია, კაცო, ანუ რას ვეუბნებით ქართველ ხალხს იქიდან რომ აცხადებ, რომ რა ტერიტორიებსაც რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიებს. ის აღარ გვინდა და რაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, რაც საქართველოს იურისდიქციაში არის ისა, იმაზე შევთანხმდეთ. რასიგიჟია, ხო? ამაზე თვითონ რუსები არ წამოვლენ, იმიტომ რომ რუსებს თვითონ არ უნდათ კონფლიქტური სიტუაცია კავკასიაში. ეს აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ყოველ მიზეზს გარეშე დადგება, კახა ეს დღის წესრიგში. მე მეცაც გეტყვი.
აი ეგ რომ დამცინოდნენ, ხო იცი, ტელე პირველად ისე რომ აიკაცა რუსული ჯარის გადაყვანა თურქეთზე. კი, ჩვენ თქვით მაგის. აგერ ვენესუელების უყუროს აქაბი მალე მივართ. აგერ თქვენ და აგერ მე, ბევრი რამეში არ მეთახმებოდით, მაგრამ ბევრი რამე ისე მოხდა, როგორც ჩვენ ვამბობდით. ამიტომ იქიდან როცა მოსკოვიდან მაგას განცხადებას აკეთებ, მე არავის წინააღმდეგი არა ვარ, კაცო. მე როგორ არის, იცი? ეს უკვე არის, უყურე მე არ გეუბნები რომ მე არ ვამბობ შეიძლება ის ვიღაცათა შეკრულება, მაგრამ სანამ მოსკოვიდან გახორციელდებოდა მაგ განცხადება, ჯერ გააკეთა სააკაშვილმა ციხიდან ესეთი განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილსო მოსკოვიდან რომ დაუდესო გიორგიევსკის ტრაქტატი 2-ო და აიძულებენო რაღაცებს, რომ და ჯერაო დიპლომატიური ურთიერთობა აღდგებაო და მე ტრაქტატის მიაღებინებო. მე გამოვიდა კიდე ნიკუტა ჩატრაშკა გამოვიდა, იმათ რაღაცა თქვა მსგავსი და ამას მოყვა მოსკოვიდან კიდე ის განცხადება. დედო, ჯერ მოსკოვიდან ხო დარეკეს. Что он несет? მე აქედან ახლა ჩვენი ახლობლები ექსპერტები, ძლიერი ექსპერტები, ვინც აყვავს, მართლა ყავს რა. ისინი მირეკავენ პატარა, რა ხდებაო? მე უთხარი მართლა კაცო. მე იძულებული გავხდი, აი ეს ტელეფონი გაწეთილდა ხალხო. მე უთხარი მაგას მირჩევნია, ეხლა რაღაცა ვიდეო ჩავწერ. მე არ ვამბობ რომ შეიძლება დაეუთქვა. არაფერი მე ღმერთი რჯული აგერ პიძვას ვიცი. მაგრამ კონსულტანტები არ აყავს, კაი. ჯერა ეს კონსულტანტები ყავს, შეხედე კაცო. ანუ კაი. ჯო, როცა რაღაცა განცხადებას, სტრატეგიული მნიშვნელობის განცხადებას აკეთებთ ხალხო. ბიჭო, რა იცი რამდენი ამივიცი, ახლა მე რაც ხმა არ უნდა მოიღო იქ თურქეთთან და რაღაცა დაკავშირებით. ხმა არ უნდა მოიღო, იმიტომ ჯერ არ არის ეგ საქმე, მაგრამ ვიცი რომ ამისთვის ხელისუფლება საქმის კურსია იქიდან და ყველაფერს აკეთებს რესპუბლიკური ამ ქვეყანაში აიცილოს. რადი მე გამოვარდი ხა თქვა? ეგრევე აიწაცებს თუ ყველა. ბიჭო, გაჩერდით კაცო. გაჩერდით, ენა მოგისწრებთ წინ. ყველას მოუწოდებ კაცო. ან შეეკითხეთ, იქიდან შეიძლება ისე არაჩა, მე ვამბობ, შეიძლება მაგაც იმედის მოცემა უნდა ხალხზე. ეგ უნდა აი რომ აი შევაგულიანებ ჩემ მომხრეებს, ნუ ვინც მაგასთან არის. ხო, რომ აი მაგრამ გამოვიდა ესე როგორც დაემთხვა. მოდი ეს არ მინდა თუ გამომივიდეს. თუმცა იქვე ერთი კვირის მერე გამოვიდა ტელევიზიით დაბას ჯუმასთან, ჩემ ძალიან ახლობელთან ველაპარაკე კაკრას გუშინ. ესე იგი მე ვუთხარი მადლობები უხადე აბას ძალიან და მოკლედ ძალიან გახარებულია ის ძალიან კაი ბიჭია ირანის აღმოსავლეთ ცოდნე ბიჭია ხო და მე ვუთხარი ამან გამოვასწორა სიტუაცია ნუ სწორი აქცენტები გაკეთდა სწორი მიმართულებები იყო გაკეთებული მოდი პირადად მამუკა ფიფიაზე გეუბნებით რა კი ბატონო ვეთანხმები დავწერე ყველანაირად ყველა სიტყვაზე უწერ ხელ მაგ შემთხვევაში ანუ შეგვიძლია ხო როცა მოვიდობთ ეხლა მე გაბრაზებით არ ვარ ისე ვეუბნები ჯიგრულად ვეუბნები რა არავითარი კაი უნდა ამ მძიმე წუთებში რომ აი ქართველები ნუ გეშინიათ აქ მუშაობ და რაღაცა სტიმულის მიცემა მინდოდა თუმცა ამ გიორგიევსკი 2-ისთვის ქვეყანა მიდის კაცო კახა წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა აღარ იარსებებს დამიჯერეთ რა ხალხო ნუ მამუკა მაინც ბრძოლობს იმისთვის რომ ქვეყანას კარგი მოუტანოს ხო ნუ მაგრამ შეიძლება ზოგჯერ არ გამოსდის კი არა უნდა არ აყავს კარგი ესე ვთქვათ მრჩევლები საქართველოში ნუ გამიბრაზდებიან ახლა ისინიც იმიტომ რომ პირველ რიგში ეხლა ეგ რომ მე შემკითხებოდა მე ვიმბი კაცოს რასა რომ და ამის მერე გამოდის მარია ზახაროვა და ეუბნება რომ ქართულის ხელისუფლებას მოუწოდებს ნუ რაც იყო ხო რამხელა რადიკალურად განსხვავებული ისენია ხო ჯერ ნუ რა დროს მაგია ჯერ რუსოფობია გვაქვს დასამარცხებელი რომელიც არადებს ქართულ კაცში კიდე ერთხელ რუსოფობია არ არის ქართული კაცო თვითონ სიტყვაც არ არის ქართული ეს არის გარედან უყურე 2008 წელი კონგრესმენი გამოდის და ამბობს რომ სანამ ომი დაიწყებოდა სანამ ომს დაიწყებდა სააკაშვილი საქართველოშიო გაიხსენეთ რა ყველა საქართველოში იმდენი რუსი ტურისტი ჩამოდისო რომ ერთხელაც ქართველები გაიღვიძებთ და რუსეთში აღმოჩნდეთ კი მახსოვს ეგ
ზუსტად მეოთხე დღეს ომი დაიწყო სააკაშვილმა. ანუ ხვდებით, ამიტომ შეიძლება გამოცდილებაც უნდა გქონდეს, როცა რაღაცა არის, ცოტა გამოცდილება, თან იქიდან ესე არ აჩანს, როგორც აქ არის. აქედანაც უნდა თუ იმას შეიძლება 100 ამოვნონ. იგი შეიძლება მაგრამ ზუსტად არეუნებიან ზუსტი სიტუაცია რა არის აქ. ხო, ვისთანაც კავშირია, კი ვიცი ვისთანაც აქ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეყავთ. ძალიან შეყავთ შეცდომაში. ამიტომ ამ გიორგიევსკის ტრაქტატისკენ რაც შეეხება, ყველა შემთხვევაში მივალთ. ყოველ მიზეზს გარეშე მივალთ. მაგრამ იქამდე დიდი პრობლემები გვაქვს. ერთად გადასაწყვეტი. აფხაზური, ცხინვალის რეგიონის, სამხედრო უსაფრთხოების, ტერიტორიული დემილიტარიზაცია თუ რაც არის ესა და ასე შემდეგ რა, კახა. ჩემი ოცნება, საქართველოში ნომერ პირველი ვარ, ვინც მინდა რომ ბუნებრივად მინდა რომ ვიცოდე გამოხდეს ეს და ერთ განცხადებასაც გავაკეთე, იმიტომ რომ მე რო ვიდეო ჩავწერე, იქ ვთქვი ესეთი რამე, რომ მე დავრეკე უშიშროების საბჭოში რუსეთის პრეზიდენტთან ასებული. ეხლა ვიღაცამ იქ დამიწერა, ანუ აგენტი ხარო რა, ბიჭო, უყურე კახა. ბიჭო, იქ წევრებთან კითხე და იმის საშუალება მქონდეს იმას წევრებს დამარეკინა. მაგრამ იქ არის აპარატი კაცო. ხშირ შემთხვევაში ახლა ჩემში პირდაპირ ვამბობ, უფროს ბიჭს ლიმიტი ამოეწურა, ანუ წყალქვეშა ნავის, იმიტომ რომ იქ არის, იქ ხო არ არის ჩვეულებრივი სამხედროისა, იმ წყალქვეშა არის და ერთი დღე ითვლება რამოდენიმე, თუ საბრძოლო მოქმედებებში იღებ მონაწილეობას, ეს უკვე ერთი დღე 3 დღედ გეთვლება და ამოიწურა და უკვე ამოვიდა ამოიყვანეს პაგოდი ხელშეკრულების ლიმიტი ამოიწურა. არა, ხელშეკრულებით არ იყო ეგ, მსახურობდა ეგ 15 წელი, 15 წელი იყო. მაგრამ უყურე აქ რა მოხდა, მეთქი არ გადაიყვანო წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტისკენ, სადმე გემზე მეთქი რა, უკვე პადონდი გემზე. ხო, სულ ეგენი მყავს ნაცნობები, ახლა შვილებიდან გამომდინარე და შვილიშვილებიდან გამომდინარე, ხან სამხედროები, ხან დაბოლებში. და იქ ერთი არის ჩვენი ახლობელი, თხოვე რომ მეოთხარი X მეოთხარი მაიწერა ბავშვი აქ დავტოვოთ რა ნოვოროსიისკში, აგენ თუ კიდე ნახიმოვის სასწავლებელში ლექციებს წაიკითხავს და მოკლედ რო არ წაიყვანო წყნარი ოკეანის სამხედრო, რო არ განაწილო ნიკა. ანუ ეხლა მე აგენტი გამოვედი? სისულელია. მე და იმის საშუალება მქონდეს, რომ აი პრეზიდენტი პუტინთან რო იკრიბებია, იმათან დარეკვის საშუალება მქონდეს, მე ვიცი რასაც გავაკეთებდი, კაცო. რაზეა ლაპარაკი? ამიტომ სწორედ მინდა ხალხმა გაიგოს, რომ რაღაცა იქ აგენტი რას ნიშნავს უნდა იცოდე. არც იცი არ მინდა. ეხლა ორჯერ კიდედან მოვდი. მართლა ექტება არ გაინტერესებს 20,000 კაცი. ხო, მაგაზე სოთაშორის. კითხვის დასმა. თითქოს და ლარსის საზღვართან მოადგა 20,000 რუსი. რის გამო თავშესაფრის გამო თუ რა არაფერი. კახა, უყურე, ეგაც იმ ნაწილის თემაა. რაშა ფობია ხო დაწყებული აქვს. დიდი დარტყმა მიაყენა ხელისუფლებამ. მართლა დიდი დარტყმა მიაყენა და ხალხში ყურში როგორ ხდება 20,000 მარუსმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი. ხედე დაფოთქებულობ შაშან ვაფშე და 4 მილიონი რუსი იყო. ეგ ერთი. მეორე შეხო კარგად იცი რომ მე გუშინ წინ გამოვიარე ლარსის საზღვარი. იმხელა ოჩერედი იყო კახაიკა, რომ მე სამხედრო კომისარიატში მივედი ვლადიკავკაზის და უთხარი ბიჭებო, რომ აი ჩავრიე ვიღაცები და მათ რა დამეხმარეთ მეთქი სამხედრო მანქანებით მეოთხე საძროანდი მიგვაცილეთ მეთქი რა. იქ ჭუბებია და იქ ერთი აბავია ტაქსისტები არიან სულ კაცო. და 4 საათი მოვუდი კაცო მაინც. აი მიუხედავად ამისა, ხო 4 საათი მაინც, მაგრამ ეხლა რატო ხდება ეს რატო არის ეს გადატვირთული? სოჩა, კრასნოდარი, ანაპა, გელენჯიკი ეს внутренняя это. ხო ეს გროზნო, ეს აეროპორტებში არის შეზღუდვები. ტიპები 4-5 დღეები ძიან და ელოდებიან ფრენას. ამ დრონების გამო, კაცო. ხო და უყურე რატო გეუბნები? აი ეხლა თუ შეგვიძლია ჩვენ ვანახოთ ხალხს, აი როგორ უნდა ვანახო არ ვიცი, მაგრამ
აი ეს ეხლა მე შენ განახებ კახა ერთ რამეს. აი როგორ მოდის იცი შას ეხლა კომანდირ მეცა არა აკამაკ უყურე რატო გეუბნები დრონების გამო და ყველა იქ სომხები აზერბაიჯანელები ყაზახისტანი ისინი რა ქვია ვინც მიდის უკან ბუდეო მოდიან ტაქსით აი კახა უყურე აბა ესე ჩანს აი ნახე აი ეს იცი რა არის აი ეს არის სულ შეტყობინება აი ხა დავიდა беспилотная опасность Краснодарский край отмена атака беспилотника Новороссийск атака беспилотной опасности Черноморская высокая ანუ გაფრთხილებს აი ეს აი ნახე რამდენია აი ნახე ხელი დამეკლება რა შესაბამისად ფრენები რო აღარ არის ყველა იღებს ტაქს პირდაპირ 4000 მანეთი უნდა საზღვრამდე თბილისამდე უნდა 4000 მანეთი სასოფლეთამდე უნდა 8000 10 ამბობენ რომ გიკლებენ მარშრუტკები ავტობუსები ყაზახისტანიდან ანუ ირანის ისინი არის იმხელა ოჩერედები კაცო რა ის 20000 რუსმა გადმონახა ხალხო რა სისულელია მე ამას არ აყვებოდი კახა რო არა კაი გავიგეო ტელეპიროლმა ეს უნდა აიტაცოს ხა ლიბერასტით ბძანება აქვს იქიდან რომ რაშეფობის ერთ-ერთი წამყვანი ის არის სხვათა შორის მე ვიყავი რა ვიცი რამოდენიმე კვირის უკან საზღვარზე ჩასული სტომარს უნდა დავხვედროდი და მე იქ ვნახე მთლიანად სომხური მანქანები გამოდიოდა ყველა კახა მე ვნახე ჩემი თვალით კახა კიდე გეუბნები ბიჭო როცა არა ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი განცხადებას აკეთებ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვატყუებს რატო უნდა მოგატყუოს რა 20000 ნეტა მილიონმა გადმონახოს უსმა და წავიდეს და დაისვენოს ფული დახარჯოს კაცო ხო ჩვენთან დახარჯოს ღმერთი ჯული მაგი როგორ ჯერ ეს ერთი და მეორე ეგრე არ არის კაცო ბატონო პატა მოდი ახლა უცებ ჩვენ შევეხოთ ღარიბაშვილის თემას ბოლოს იმიტომ ჩვენ სირიის თემა და მქონდა მაგრამ ამ სირიის თემას თუ მოკლე მონაკვეთში და მე უცებ ღარიბაშვილის მოკლეთ რა უყურე ეგათ უყურე ანუ ორვე თემას ერთად გავაერთიანებ თქვენთან აი უყურე ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილი არ არის უცხო ადამიანი წლებია ვიცნობთ ერთმანეთს ოჯახს მამა ნუ ყველას მაგათ ყველა თელმა საქართველოს მითისებს მე მაქვს ერთადერთი პრობლემა მაქვს ერთი რამე ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი ლილუაშვილი სოდომიტურ სამყაროში პრემიერზე გაბრალტებული თუ ვიღაცაზე გაბრაზებული ხომ არ გადაინაცვლა იმ სოდომიტურ სამყაროსთან ამერიკელებთან ბრიტანელებთან და იქ რაღაცებს აი ამ თემაში ეს ხომ არ არის მიზეზი და ეს რაც არის ხა იქ თამიო რაღაცა კორუფციო ნაკლებად მაინტერესებს რა აი აბსოლუტურად არ მაინტერესებს ჩემთვის არის ერთი რამე წითელი ხაზი შენ იმ ფრანგზე ხარ შენ გუნდს უღალატე და გუნდს რა საქართველოს უღალატე და ვინც ამ ქვეყანას ომში ეთრევა დღემდე და პროექტებზე ახორციელებს და იმ ბანაკში გადახვედი საკუთარმა შვილმა რო გადმონახოს იარაღით ხელში აკა მე მას ვესწრუი მეთქი არაერთხელ მაქვს ნათქვამი თუ ეს არ არის მე ირაკლი ღარიბაშვილი მიყვარს ჩემთვის არის ეგ ერთადერთი პრობლემა მაგრამ როცა შენ უყურე ირაკლის ვეუბნები ეხლა აქედან როცა შენ პატრიოტთა ალიანსი პროამერიკული პროისრაელი პარტია გიჭერს მხარს როცა შენ ტევე პირველი გაპიარებს უკვე კარგად დაფიქრდი ირაკლი შენ დაუნებურად ის დაგროვილი მარაგი რაც ხალხში სიკეთე გაკეთებული ერთი ხელის მოსმით არ გააფუჭო ხო მაგრამ შეიძლება ესენი ამ თუ გინდა მას ინახებზე ვიტყვი ახლა ხო არ იყენებს ამ პროცესს ახლა უყურე და ღარიბაშვილი და შუაში ეს ვიტყვი ცხილადეთ ციხეშია მაგრამ ტელეპიროლის ჯერ არ გაუშუქებია კეთახმ მაგრამ აქ სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი დაუკვირდით კონტექსტს რა დროს დაიწყო ეს თემის წამოწევა
ბენზინები და რაღაცები ნაბიჯები როგორ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს ეგ არის წყალგამყოფი კაცო. დღეს ქვეყანა დგას ამ ფაშისტების წინაშე. ან სოდომიტური სამყარო ამ ქვეყანას წაშლის მიწისაგან პირისაგან, ან ეს ქვეყანა გადარჩება. ვინც იქითკენ არის, ვის ეკაჩება ამ ქვეყანას სოდომიზმისკენ, ცხელი ომისკენ, რაღაცა გარყვნილებისკენ და მის და ვიღაცაზე გაბოროტებული ქვეყანაზე უნდა რომ შური იძიოს, ის ჩემი პირადი მტერია. თუნდაც რომ შერიგდნენ, აი წარმოიდგინე რომ შერიგდნენ ვიღაცები პარტიაში. ჩემთვის ის ვერაც როგორ შეიძლება ვიცი, იმან დაუშვა ქვეყნის ღალატი უკვე აქ. თუ ეს მოხდა, ღმერთი ჯული, მე არ მგონია ესე იყოს. მეც არ მგონია. არ მგონია, მაგრამ რატომღაც აი მე როგორც ღარიბაშვილს ქართველ კაცს ვიცნობ. ვიცნობ არა ვიცის. ერთი წუთით. მაშინ მე ვთხოვ ღარიბაშვილს. პირდაპირ გაუგზავნოს წერილი ირმა ინაშვილს, მე ირმა ინაშვილთან ერთად ნაუმარი ვარ კაცო. მეც მიყვარს ქალბატონი და უთხრას თქვენმა პროამერიკულმა პარტიამ შეეშვას ჩემზე ლაპარაკს. ერთი კრიტიკული მიწეროს ტელე პირველს და უთხრა შემეშვით თქვენი საქმე არ არის, მიხედეთ თქვენ სოდომიზმს. დანარჩენი ღმერთი ჯული აქ მაგას საზოგადოებაში იმდენი მარაგი და იმდენი რესურსი, რომ მარტო არ იგზოს და უპატრონოდ არ იგზოს თავი. როგორც კი ეგ იმ ბანაკში აღმოჩნდება, ეს პატრიოტალია ხოც რომელი ამერიკელებმა რომ ირანს მოუგო, ხო გახსოვს? ირანის რომ მოუგო, არის თეირანში ამერიკული დროშაფრიალებს. ვიცი. აი მაგას პატრონს. ხო, ეგ არის კახა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. საკუთარ შვილს არ დავინდობ. იმიტომ იმ სამყაროს განწყობა ვიცი. განწყობა კი არ ვიცი. ფაქტი მაქვს ნანახი უკრაინაში რა შვებია. რა დღეში ჩააგდეს უკრაინა იმ სამყარო, რო ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, კახარო ეს არ გადმოინაცვლოს აქა. ეხლა მით უმეტეს ორმაგად არის გაძლიერებული ირანის თემაზე, ორმაგად არის გაძლიერებული ჩვენს რეგიონში ყურადღება. აი გეწვის ხიძზე გადის ეხლა ეს ქვეყანა. ამიტომ მომვამბობ რომ მე კიდევ ყველამ კარგად გამიგოს რა. კობახიძეს კი არ უჭერ მხარს კაცო. სააკაშვილიც რო იყოს ხელისუფლებაში და მან ეს ნაბიჯები გადაედგა, რაც ეხლა კობახიძემ გადადგა, სააკაშვილს დაუჭერდი მხარს. ორი აზრი არ არსებობს. იმიტომ სასწორზე ისეთი რამე მიდევს, მე რას ქვია კაცო, ჩემ წყინებაზე დამოკიდებული რო არ დაბადებულა იმ თაობას არ დაუტოვებთ. ესე უყურებ მე კახამას. არ ვერევი, არც კომენტარს ვაკეთებ. გაიკვეს რა. გაგვარკვიეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა გაგვარკვიოს. მისმა ადვოკატის მეშვეობით. იქით არის თუ ქართულ ტრადიციებშია. კარგად ხვდება, ეხლა მე რასაც გულისხმობ. ყველა მე იმიტომ არ ვკონკრეტებ. შენ თუ ტელეპირველების და პატრიოტთა ალიანსის პადეშკით გინდა გახვიდე? მე და შენ მტრები ვართ. პროსტო მტრები ვართ და მორჩა. მოდი ბატონო პატა დამევშრობოთ ტელემაყურებელს. ხო, რასაც მოდი ერთი სიტყვით ვთქვა სირიასთან დაკავშირებით. არაფერი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგის. ხო, ისრაელმა ადრა და იდლიბში თურქეთის მიერ კონტროლირებად აეროდრომი დაბომბა. დახოცა იქ ხალხი, გუშინ შეიყვანა 118 ბრიგადა თურქეთის ჯარი, ეს არის მძიმე артиლერია და აი ეს აი რა ქვია, ზაპავა აგნა რა. როისუის რა გრადები არ ვიცი ქართულად როგორ არის ეგ სიტყვა. აი ეს ხდება. არ ვიცი, დღესაც რაღაცა მძიმე განცხადებები იყო ორივე მხრიდან, როგორც ისრაელის ის თურქეთის მხრიდან და მოკლედ იძაბება ჩვენთა სიტუაცია. ალბათ მეორე გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკოთ უკვე ვერავჩდებით ჩვენ. ხო, იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ეს საუდის არაბეთი, პაკისტანი, ინდოეთმა რაღაცა კავშირები რო შეკრეს და რაღაცა და ეგვიპტემ თავი შეიკავა სხვათა შორის და სწორედ საქმე და მე უკვე უფრო ძირფესურად გამიხილოთ ირანის თემა. ნუ მომავალ პარასკევს მოგვიწევს უფრო მეტი საუბარ და უფრო მეტი ანუ უფრო საინტერესო თემები რა თქმა უნდა. როგორ დავიწყეთ უკვე ჩვენ გადაცემებს კეთება და აღარ დაველოდოთ სექტორს. ხო, აღარ დაველოდოთ გავხსნით. იმიტომ რომ ცხელი ამბები ხდება და ამ ცხელ ამბებს და გაშუქება. დამემშვიდობები და პატივცემულ ტელემაყურებლებს, მადლობა პატა რომ მოგიწვიეთ და მოგზანდით ამ ტელევიზიაში.
თქვენ კი არ გიწვევთ, თქვენ ხართ ამ ტელევიზიის ერთ-ერთი რაღაც კარგი, რა ვიცი, ყველაფერი ხარ, მოდი პირდაპირ ვიტყვი და აჟღერებ იმას, რაც კი სიმართლე არსებობს და ჩვენ ვაჟღერებთ მაგას. მომავალ პარასკევამდე გეფშვიდობებით პატივცემულო ტელემაყურებლო და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ჩვენ ხელისუფლებას და ხელისუფლება უფრო თამამ ნაბიჯებს გადადგავს, რაც გადადგა, ხო? უფრო კარგად იქნება საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე მჯერავს, რომ ხელისუფლება გადადგავს იმ ჩვენ ვაკავართ ჩვენი ტელევიზიის გვერდში დავუდგეთ. რაც უნდა გააკეთოს, მე ვფიქრობ, გააკეთებს ამას ყველაფერს და ქართველი ერთს და სახელმწიფოს გადაარჩენს ისევ ჩვენი ხელისუფლება. და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებ აქვე პოსტსკრიპტუმ, რომ გააკონტროლოს მისი გუნდის განცხადებები. ხანდახან ცდება თქვენს განცხადებებს რადიკალურად. წითელ ხაზს გადაცდა ხო კი ბატონო. აბა, კარგად იყავით. გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ზარხში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია ჯერ ხომ ცხეთის სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია არწივების ასაფრენი ცხრაჯერ გულში დრის ჩინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინე დავიღლები საქართველოს სიყვარულში სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინე